მოგესალმებით ქალბატონო ბელა. ძალიან მიხარხარ. ეხლა მინდა რომ გამძეთ ჩემს რამოდენიმე შეკითხვაზე პასუხი. თუ რა თქმა უნდა თანახმა იქნები. გისურვებთ წარმატებებს. მიყვარხართ. მეც მოგესალმები ჩემო პატარა მეგობარო. ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი. მეც გისურვებ ასევე წარმატებებს, რა თქმა უნდა, ვიპასუხებ ყველა დასმულ შეკითხვას. მეც გოცნი და მიყვარხარ. რაც შეეხება პირველ შეკითხვას. რამდენი ხანია რაც გაიგეთ გვერდი ქართველები ანგარაში და რა შეხედულება გაქვთ ამ ჯგუფის შესახებ? ზუსტი დრო და თარიღი ნამდვილად არ მახსოვსია, როდის შევიტყვი ამ გვერდის არსებობის შესახებ, მაგრამ დაახლოებით 2-3 თვის წინ ჩემი სიმღერა დაიდო ამ გვერდზე და ძალიან გამეხარდა, რო აღმოაჩინე ეს გვერდი, რა თქმა უნდა შევედი, დავათვალიერე და მივხვდი ერთ რაღაცას, რომ აი ძალიან დიდი პოზიტივი, ძალიან დიდი დადებითი ენერგია მოდის ამ გვერდიდან. ეს გვერდი შექმნილია პირველ რიგში ყველა ემიგრანტისათვის. შექმნილია ასევე პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა თურქეთის ემიგრანტებისათვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კეთილი საქმე კეთდება, ძალიან ბევრი დახმარება მოდის ამ გვერდიდან ხალხის მიმართ. ერთი სიტყვით ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ გუნდის წევრი გავხდი. როგორ აღნიშნებდით ემიგრანტ დედებს და რას ეტყოდით მათ? ჩემო პატარა მეგობარო, არ ვიცი ემიგრანტი დედების სანუგეშებლად სათქმელი სიტყვა შეიძლება თუ არა რომ ითქვას, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ტრაგედია არ არის ის, რომ ვართ ჩვენ ემიგრანტები. ჩვენ ვართ ამაყები, იმიტომ რომ ქვია ძლიერი, გმირი დედები, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ჩვენი შვილებისთვის და მათი კეთილდღეობისთვის, მათი მყარი მომავალისთვის წამოსულები აქ და გადმოხვეწილები. ამიტომ მე უფრო შვილებს მოუწოდებდი, რომ დააფასონ ყოველთვის ემიგრანტი მშობლის ღვაწლი და დააფასონ ყოველთვის ის მსხვერპლი, რომელსაც დედა იღებს მათთვის. ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც გინდათ რომ აგისრულდე და ჯერ არ აგსრულებიათ? ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამ ეტაპზე ეს არის, რომ ალბათ როგორც ყველა ემიგრანტი დედისათვის შვილებთან ყოფნა და შვილებთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა და ჩახვედრა. სხვა ამ ეტაპზე არაფერი არ მაქვს ისეთი ოცნება, რომელიც აუხთელად მიმაჩნდეს. და სულესე მღერხად სიმღერებს. მე ჩავწერეთ თქვენთან ერთი სიმღერა. როდიდან დაიწყეთ ლექსის წერა და სიმღერა? გეთანხმები ლილე, ნამდვილად წერ ლექსებს, ნამდვილად მღერი და ეს ყველაფერი აქ ემიგრანტობაში დავიწყე, ასე ვთქვათ, აქტიურად, ისე ბავშვობიდან მღერი, ბავშვობიდან წერდი თითოეულ ლექსებს, მაგრამ ეხლა უკვე უფრო ეტყობა მონატრებამ, ნოსტალგიამ, შვილების, ასე ვთქვათ, ჩემი სამშობლოსი და ყველა ჩემი ახლობელი ადამიანის მონატრება დამაწყებია სიმღერაც და ლექსების წერაც, როგორ გამომდის, ეს უკვე მაყურებლისთვის მიმინდია და თქვენთვის მომინდია. ეხლა კი რას ეტყოდით შორიდან თქვენ შვილებს? მოიფერეთ და ანუ გიშეთ ისინი. ჩემ შვილებს კი ვეტყოდი ერთ რაღაცას, რომ არ ჩაიქნიო ცხოვრებაზე ხელი, იმიტომ რომ დედა მათ გვერდით არ არის. დედა მათ გვერდით არის 24 საათის განმავლობაში, მათთან არის ჩართული 24 საათის განმავლობაში სრული დატვირთვით, სრული რეჟიმით, როგორც ალბათ ყველა ემიგრანტი დედა და ვეტყოდი იმას, რომ ძალიან უყვარხარ თქვენს დედიკოს, ძალიან ენატრებით დედას და კოცნით და გეფერი. როგორი ადამიანია თქვენთვის ზორო და რას აკეთებს გვერდი ქართველები ანკარაში ჯგუფისთვის? ჩემთვის ზორო არის ძალიან ტკბილი ადამიანი. პირველ რიგში ის არის ნამდვილი ქართველი ადამიანი, ქართული სულის ადამიანი. მისგან მოდის ძალიან ბევრი სიკეთის სხივი.
მისგან მოდის ძალიან ბევრი სიყვარული ადამიანების მიმართ. აი ზუსტად როგორც იტყვიან რომ კაცთა შორის სათნოებაო, ზუსტად კაცთა შორის სათნოებას თესავს ჩვენი ზორო. ეფერება ყველას, როგორც შეუძლია ყველას მიმართ ყურადღებიანია, ძალიან რთული არის ადამიანისთვის, ერთი ადამიანისთვის, ამდენ გარშემოყოფისთვის ესეთი ყურადღების და სითბოს გაზიარება დამიჯერეთ ასია და იგი ახერხებს და ართმევს ამ ყველაფერს თავს. თავის სამსახურთან შეთავსებით, თავის ოჯახიც ხომ ყავს, ახლობლებიც ხომ ყავს, იმათაც ხომ უნდა ყურადღება და არავის არ აკლებს ზორო ყურადღებას, ასე რომ მინდა უსულო წარმატებები და მინდა ვთხოვო, რომ დარჩეს ასეთი როგორიც არის და არასდროს არაფერმა არ შეცვალოს. ეხლა კი მინდა ჩემზე საკისროთ ერთი შემთხვევა. როგორი თავდაპირველობა გაქვს ჩემზე და როგორ ფიქრობ, გამოდის თუ არა გვერდი ქართველები ანკარაში ზოროსთან მუშაობა და თქვენი გვერდში დგომა. რაც შეგეხება შენ, ჩემო პატარა მეგობარო, შენ ხარ ძალიან პირველ რიგში ძალიან ჭკვიანი გოგო, ძალიან ჭკვიანი მომავალი თაობა ჩვენ. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ზუსტადაც ამ გვერდზე შემოიტანეს სიცოცხლე, სიხალისე, რაღაცნაირი ბედნიერება. გიყურებთ ჩვენ ძალიან უამრავი ემიგრანტი დედები და გეფერებით ისე როგორც ჩვენ საკუთარ შვილს. ამიტომ ჩვენი გვერდში დგომა შენ, ყველანაირ საკითხში, ჩვენი თანადგომა შენ, მომავალ წარმატებებში დაგილოცავ გზას და ესე გააგრძელე, როცა ასეთ ასაკში ამდენ რაღაცას ხვდები, რომ და აცნობიერებ, რომ აი თუნდაც ემიგრანტები მნიშვნელოვანი თემაა, მოსაფერებელი ადამიანები არიან და შენ ამას ახლავე ხვდები და ეხლავე ცდილობ, რომ მოგვეფერო, გავამხნევო, ჩვენ შენთან ამ ეტაპზე მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის და გისურვებ წარმატებას, გისურვებ შენც როგორც ასევე ზოროსთან თქვი, ზოროსთან მიმართებას შენც იგივეს გეტყვი, დარჩი ასეთი არასოდეს არ შეცვალოს არაფერმა. მადლობას გიხდი შენ, ჩემო პატარა, იმიტომ რომ ხარ ასეთი აქტიური, ესეთი შემართებით და ასეთი ყურადღებიანი, მადლობა ყველაფრისათვის, მადლობა იმისათვის, რომ მომიწვიე შენს პატარა სტუდიაში და მომეცა საშუალება, რომ მესაუბრა შენთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის, თქვენი გვერდისთვის, ასე ვთქვათ. მადლობა ყველაფრისათვის. ალბათ დროებით და წარმატებებს გისურვებთ ყველას. კოცნით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მადლობას გიხდით სიუჟეტზე, რომ დამთავრდით და ჩამაწერინეთ. ასევე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, თქვენ სამშობლოში დაბრუნებას და შვილებთან ჩახუტებას. და თქვენი დიდი ოცნების აღდგენა. მიყვარხართ გემშვიდობებით მომავალ სიუჟეტამდე. იმედია მოგეწონათ და თავი არ მოგაწონათ.